მოგესალმებით, მას რესლინგი შედარებით ახალი სპორტის სახეობა არის საქართველოში, არა მარტო საქართველოში, ზოგადად სოფლიოში, თუმცა საქართველოში განსაკუთრებით ახალია, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში უკვე არსებობს, პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის უკონტაქტო ჭიდაობა, შენ მეტოქეს არ ეხები და მხოლოდ ჯოხის საშუალებით მიმდინარეობს ბრძოლა. მარტივია პრინციპი, რომ ჯოხი უნდა წაართვა, უნდა გადმოაგდოთ მეტოქე თავის ჯოხიანად, ასე რომ ვთქვათ, აი კადრები რო გავა უფრო ნათელი იქნება ამჟამად შესაძლებელი კადრებს. ძალიან ისტორიული შედეგი გვაქვს, შეიძლება ვთქვათ, რომ 4 ოქროს მედალი მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატზე და გუნდური პირველი ადგილი დავიკავეთ, ამასთანავე პირველი ხალი ევროპის ჩემპიონი სწორედ სალომე გახდა. მშვენიერია და სალომე დღეს ჩვენთან არის სტუმრად. სალომე, მოგვიყევით თავდაპირველად თქვენ როგორ დაინტერესდით ამ სპორტით და რატო გადაწყვიტეთ, რომ ესე აქტიურად ჩართულიყავით მასში? სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩემი დებიუტი ამ სპორტში. იმიტომ რომ ეს სულიად სხვა სპორტით ვიყავი დაკავებული. უბრალოდ თანამშრომლობდი ფედერაციასთან, რომელიც ასე ვთქვათ, მფარველობდა ამ სპორტს, დამიკავშირდნენ ფედერაციიდან, რადგან იცოდნენ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები და შემომთავაზეს თუ მომზადებოდი ამ შეჯიბრისთვის. დავინტერესდი რა დავუხაც, იმიტომ რომ მანამდე ინფორმაცია ამ სპორტის სახეობის შესახებ. არა. ძალიან იშვიათად თუ დავინახავდი, ოღონდ საზღვარგარეთ საქართველოში თუ საერთოდ მიმდევრები ყავდა ამ სპორტს, არ ვიცოდი, ოღონდ მართლა. და ძალიან გაუცდი, მეთქი აუცილებლად უნდა ვცადობედი. მე თვითონ ზოგადად ყველა სპორტი მიყვარს. ნებისმიერი სპორტული აქტივობა მიყვარს, განსაკუთრებით ძალისმიერი სპორტი და შესაბამისად ამაშიც უნდა მეცადა ბედი. დავიწყე მზადება და აი ესე დასრულდა ზუსტად. ელოდით პირველივე დებიუტზე ამ ხელად წარმატებას? არა, მართლა არ ველოდი. ჩემთვის იყო სრული შოკი, რომ აი ამ ხელად წარმატებას მივაღწევდი და ევროპის ჩემპიონი გავხდებოდი. მართლა არ მეგონა. იქ რო ვიყავი პირველი, მეორე, მესამე შეხვედრა რომ მოვიგე, მაინც არ მეგონა რომ ბოლომდე გავიდოდი. თან 4 ოქროს მედლით დაბრუნდით, ხო? სალომეზე შევიდა დავამატო, ნამდვილად სწორად აღნიშნა, რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა მოსამზადებლად, ექსტრემალურ პირობებში მოგვიწია ფაქტურად მომზადება, ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ტექნიკურ-ტაქტიკური გადაწყობა მოგვიწია, ეს თავის სპორტის სახეობას ვინც უყურებს ძალიან მარტივი გონია, თუ აი ჯოხის გამოკაჩვა საუნა, მაგრამ იქ ძალიან ბევრი დეტალი არის, იქ ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლებია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე რა და მოკლედ ძალიან სწრაფად აითვისა სალომემ და ჩვენ და გაოცებულები ვიყავით პირველივე ჯერზე ამ ხელა შეჯიბრზე ყველა დაამარცხა ფინელი და უკრაინელი მეტოქეები ყავდა ძირითადად მას და ორივეს დამაჯერებლად მოვიდა. გიორგი, თქვენი ისტორიაც გვაინტერესებს, როდის მოხდა თქვენი პირველი შეხება ამ სპორტთან? მე დიდი ხანია სპორტში ვარ ჩართული, როგორც სპორტული კომენტატორობის კუთხით, ასევე ფიზიკური აქტივობით, ძალისმიერი საბჭიდიდან მოვდივარ მე და იმ მოძრაობებს ვაკეთებ, რომელიც ამ სპორტის სახეობას უხდება და დიდი ხანია დავინტერესდი. შაშანმე ვერცხლის მედალი მქონდა რიგაში მოპოვებული და რავი ძალიან მინდოდა რომ გადამწყვეტი იყო ფაქტიურად ეს ევროპის ჩემპიონატი ჩემთვის და შევძელი რომ ოქროზე გადამეცვალა ასე რომ ვთქვა და ჩემი ყველაზე მაღალი ტიტული ეს არის ახლა ამ სპორტის სახეობაში. იცით რა მეინტერესებს, თქვენ აღნიშნეთ რომ დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში და არა მარტო საქართველოში არის პოპულარული ეს სპორტი. აი, რამდენად ბევრი ადამიანი არის საქართველოში დაინტერესებული, ესე ვთქვათ, ამ მიმართულებით. ალბათ ამ წარმატებების შემდეგ, რაც ახლა თქვენ მოიპოვეთ და მართლაც ამდენი მედლებით დაგვიბრუნდით, კიდევ უფრო გაიზრდება, ხო, ინტერესი? აი, რა ხდება ამ თვალსაზრისით? 10 წელია როგორც ვახსენე საქართველოში დაახლოებით ეს სპორტის სახეობა, დაინტერესება საკმაოდ არის, აი მithumetes სალომეს გამარჯვების მერე ბევრი გოგონები ვწერენ, რომ ჩვენც მინდა ვცადოთ და ჩვენ ღია ვართ ყველას მიმართ, რომ ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს მოსინჯოს ძალები და შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე გამოჩნდება, ვინ დადგება ნაკრებში და უკან შემდეგ შეჯიბრებებზე ვინ წავა. რაც შეეხება დაინტერესებას, ხო ძალიან ბევრი სხვა სპორტის სახეობიდან, მაგალითად უმეტესობა კლავჭიდელები გამოდიან, შტანგისტები, ვისაც ძლიერი წელი აქვს, ფეხი, კოორდინაცია, გადაადგილება, მაჯები და ძალიან ბევრი კომპონენტია ამ სპორტის სახეობაში. თქვა არ არის მარტო თქვა წელი ან ფეხი უნდა ქონდეს ძლიერი. ანუ მთელი ორგანიზმი არის ჩართული. დაინტერესება არა მარტო საქართველოში, სოფლიოშიც ყოველ წელს ძალიან მზარდი არის, სწრაფად იზრდება ამ სახეობის. ეს სახეობა დამატებული არის არნოლდ სპორტ ფესტივალზე, შვარცენეგერის სახელობის ფესტივალზე ამერიკაში, ასევე მისტერ ოლიმპიაზე და ჩვენს ფინეთში ვიმყოფებოდით Nordic Fitness Expo, ესეთი სკანდინავიის ქვეყნების ფიტნეს ფესტივალი და უკვე ძალიან ბევრი შეჯიბრებებია, სადაც უკვე ეს სახეობა არის შეტანილი.
ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ ეს სახეობა გახდეს ოლიმპიური, რისი ყველა რესურსიც აქვს, იმიტომ რომ ძალიან სანახაობრივია, აზარტულია, დამღლელი არ არის და თვალით არის ძალიან კარგი საყურებელი ჩვეულებრივი მაყურებლისთვის რა. მშვენიერია ნამდვილად შევა, ვიცით, მაგრამ დიდი პერსპექტივა აქვს რომ შევიდეს. საუბრობ თქვენ ახსენეთ რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩაერთეთ ხომ ამ სპორტში, მანამდე სხვა სპორტის სახეობას მისდევდით და შემდეგ დაგიკავშირდნენ, აი ახლა ამდენი ამხელა წარმატების შემდეგ უკვე როგორია თქვენი გეგმები? ასევე რა სპორტის სახეობებში იყავით მანამდე დაკავებული ესეც რა? მანამდე მე ვარ ყოფილი მორაგბე. ამჟამად ფიტნეს ინსტრუქტორი ვარ, სამჭიდშიც მიცდია ბედი, სწორედ სამჭიდით თანამშრომლობდი ფედერაციასთან, რომელმაც ეხლა მას რესლინგში შემომთავაზა გამოსვლა და ეხლა რა თქმა უნდა აქტიურად ჩავერთვები მას რესლინგში. ანუ მთლიანად გადმოერთეთ ხა? მაქსიმალურად ვცდილობ რომ გადმოვერთო და გავაგრძელო აქ წარმატებების მიღწევა, იმიტომ რომ მიზნად უკვე მსოფლიო მაქვს. ხო, ეს მნიშვნელოვანია. ანუ ამ შემთხვევაში დაინტერესება თუ კი როგორც აღნიშნეთ დიდია, თქვენ უკვე როგორც ტრენერი ესეც შეძლებთ რომ დაეხმაროთ თქვათ დამწყებებს და ასწავლოთ. ჯერჯერობით ფიქრობ რომ ვერ. ჯერჯერობით ვერ. თუმცა ვეცდები მაქსიმალურად რომ იმდენი ცოდნა შევაგროვო ამ სფეროში, რომ შევძლო სხვების დახმარებაც. გამოხმაურება საკმაოდ დიდი იყო, როგორც კი ტელევიზიებმა, ჩვენმა გვერდმა გააშუქა ეს ჩვენი გამარჯვება, მე თვითონ პირად სოციალურ ქსელებშიც მწერდნენ, არა მარტო გოგოებიც, რომ არ იცოდნენ ეს სახეობა თუ საქართველოში იყო და სურდათ მათ მოსვლა ჩვენთან. და ეგ ძალიან გამიხარდა. გიორგი, თქვენ ნაკრები ახსენეთ საუბარში არაერთხელ. საინტერესოა როგორ ხდება ნაკრების დაკომპლექტება, თუ არის რამე შიდა ჩემპიონატი? კი, რა თქმა უნდა, სტანდარტულად როგორც ხდება სხვა ჭიდაობისა და შტატსკად ძალოსნობის სახეობებში, ტარდება საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ყველა წონით კატეგორიაში გამარჯვებული სპორტსმენი უკვე იღებს მონაწილეობას ევროპის მსოფლიოს ჩემპიონატებზე და არნოლდ კლასიკზე, ანუ ყველა წამყვან შეჯიბრებებზე რა. წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩატარდება შეჯიბრი და ამის მიხედვით ყალიბდება ნაკრები რა. ეხლა ერთი პატარა დეტალი მინდა დავამატო, რომ ჩვენ ვასპარეზობთ ევროპის მას რესლინგის ფედერაციის ეგიდით და აქ ჩვენ არ ვასპარეზობთ რუსეთის საერთაშორისო ფედერაციის ჩემპიონატებში, აქ მოხდა ამ ფედერაციების გაყოფა, რაღაც პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამას. უბრალოდ ერთი მინდა თქვა, რომ ვინც ქართველები ვინც გამოდიან რუსეთის ფედერაციის ორგანიზებულ შეჯიბრებებში, ჩვენ მათთან საერთო არ გვაქვს, ანუ ჩვენი წევრები არ არიან და ჩვენი მას რესლინგის ფედერაცია საქართველოში არის ერთადერთი ოფიციალური ფედერაცია, რომელიც სპორტის სამინისტროს მიერ არის აღიარებული, აი ამის თქვა მინდოდა რა. გიორგი, წინა წლებშიც ვიღებდით მონაწილეობას ამ ჩემპიონატებზე, თუმცა ალბათ წელს ყველაზე წარმატებული იყო როგორც ჩანს ეს. კი, ჩვენ აი ბევრი წლების განმავლობაში, 5-6 წლის განმავლობაში ევროპის ჩემპიონატზე ოქრო არ ქონდა, ანუ შედარებით ახალი იყო ჩვენთვის, არ ქონდა ესე ვთქვათ, კარგად შესწავლილი და ოქროს აღება გვიჭირდა, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში გუნდური პირველი ადგილები გვაქვს, შაშან რიგაშიც ასევე გუნდური პირველი ავიღეთ, მაშინაც 3 ოქრო ქონდა, მაშინ 3 ოქრო ქონდა, მაგრამ მაშინ ვიყავით 10 კაციანი დიდი შემადგენლობით, მაგრამ ეხლა ვიყავით 3 კაცით წასული და 4 ოქრო ავიღეთ. 4 ოქრო ეხლა შეიძლება ბევრს კითხვა დაებადოს, რომ თქვა 3 კაცმა 4 ოქრო როგორ აიღო, მაგრამ აქვე გავიმარტავ, რომ ჩვენი მძიმე წონასალი ალთო ყარმაზანაშვილი გახდა ჩემპიონი როგორც თავის ინდივიდუალურ წონით კატეგორიაში, მეორე დღეს მონაწილეობა მიიღო აბსოლუტურ, ანუ ყველა წონა რო ერთიანდება აბსოლუტურ კატეგორიაში და იქაც ჩემპიონი გახდა 2 ოქროს მედლით. მე და სალომეს თითო ოქროს მედალი ჰქონდა და 4 ოქროთი გავიმარჯვეთ ფინეთსაც მოვიგეთ და სომხეთსაც. ტრიუმფით დაბრუნდით, ესე იგი ჩვენს ქვეყანაში. სალომე, აღნიშნეთ, რომ სოფლიოა ახლა მიზანი, რომლისთვისაც უნდა მოემზადოთ. აი, როდის ტარდება ეს ჩემპიონატი და აი ამ მზადების დარწმუნებული ძალიან შრომატევადია ეს ყველაფერი, ხო, სულ ვარჯიშ, სულ ფორმაში ყოფნას მოითხოვს. აი, როგორ წარმოგიდგენიათ ეს მზადების პროცესი? ვინაიდან და რადგანაც მე უკვე ისედაც ფორმაში ვიყავი, ისედაც ვარჯიშობ ზოგადად და თითქმის იგივე ვარჯიშები და იგივე მოძრაობები ჭირდება, თუ კონკრეტულად ჯოხის ჭიდაობით არ დავკავდები, ახლა ამიტომ რუტინას მიჩვეული ვარ ვარჯიშის, შესაბამისად ჩვეულებრივ ტემპში ვაგრძელებ. მსოფლიო ჩემპიონატი ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი, როგორც კი დაიგეგმება, რა თქმა უნდა, მივიღებ მონაწილეობას, გავემგზავრები და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ისევ საქართველოს სახელი ვასახელო. გიორგი, თქვენი გეგმებიც გითხარით საუბრის ბოლოს, თუ გაქვთ კიდევ რა აი, სალომეს დავამატეთ, რომ წელს ჩვენ მორჩით ნაკრები მორჩა უკვე გამოსვლას, იმიტომ რომ კალენდარი დამთავრდა და მომდევნო წელს დასვენების დროა ახლა. კი, წელს სოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავემგზავრეთ, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატს დაემთხვა, ცოტა ცუდი გრაფი იყო. ამერიკაში მისტერ ოლიმპია არის ესეთი ფესტივალი და იქ ტარდებოდა ჩვენი სოფლიოს ჩემპიონატი და ვერ მოვასწარეთ, ასე ვთქვათ, წასვლა.
თუმცა მომდევნო წელს აუცილებლად, სხვათა შორის მომდევნო წელს იგეგმება, რომ ევროპის ჩემპიონატი შეიძლება ჩატარდეს საქართველოში ან სომხეთში მიდის მოლაპარაკებები, თუ ჩვენთან ჩატარდა უკვე ძალიან დიდი შემადგენლობით გამოვალთ, თუ არა და ისევ ჩვენი მთავარი მიზანი არის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება. სიამოვნებით გელოდებით უკვე სოფლიო ჩემპიონობის ტიტულითაც ჩვენთან და დიდი მადლობა. ხალამ წარმატებას, მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან. მადლობა მოწვევისთვის. შევახსენოთ მაყურებელს, ევროპის ჩემპიონები მას რესლინგში სალომე კვასხვაძე და გიორგი კვეტანაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები, ამით დასრულდა ჩვენი დილა. მადლობა რომ გაატარეთ ჩვენთან ერთად და დაგვითქმეთ თქვენი დრო. ხვალამდე გემშვიდობთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ.